ისლამური რესპუბლიკა არის რეპრესიული, კორუმპირებული თეოკრატიული სისტემა, რომელმაც 46 წელი საკუთარი მოსახლეობის ტერორს მოანდობა. იანვრის სასაკლაო რეალური იყო. მაჰსა ამინის მკვლელობა რეალური იყო. 42%-იანი ინფლაცია, ვალუტის კოლაფსი, ეკონომიკური განადგურება, რამაც რიგითი ირანელის ცხოვრება მართვადი სასოწარკვეთის ყოველდღიურ ექსპერიმენტად აქცია, ეს ყველაფერი რეალურია. და ეს არის შედეგი სისტემისა, რომელიც ამდიდრებს რევოლუციური გვარდიის მეთაურებსა და მათ ოჯახებს. მაშინ როცა ბაზრის ვაჭრები, რომლებიც ოდესღაც მისი მხარდამჭერები იყვნენ, ქუჩებში პროტესტს უძღვებიან. კორუფცია ხელშესახებია, გენერლები ვილებითა და შულებით დუბაიში, მაშინ როცა ჰიჯაბის ტარებას იარაღის მუქარით აიძულებენ ხალხს, ეს არ არის პროპაგანდა. ეს არის ისლამური რესპუბლიკა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია. თუმცა ის, რასაც ისრაელი და ამერიკა აკეთებს, იმპერიალისტური ომია, დაწყებული ყოველგვარი სამართლებრივი გამართლების გარეშე. ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც მიიღო ურანის ნულოვანი გამდიდრების პირობები, დაწყებული მთავრობების მიერ, რომელთა გაცხადებული მიზანი რეჟიმის შეცვლაა რეგიონში, რომლის ამერიკული ინტერვენციების ისტორია არის განადგურებული ქვეყნების, დასმული დიქტატორებისა და შექმნილი კატასტროფების კატალოგი. ორივე ფაქტი, ის რომ ირანს ფაშისტური რეჟიმი მართავს და ის რომ ამერიკის და ისრაელის ომი იმპერიალისტურია, ერთმანეთს არ გამორიცხავს. ამ ორივე მომენტის დანახვა არ არის სისუსტე ან დაბნეულობა. ეს არის ერთადერთი პატიოსანი პოზიცია, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამის დაყვანას მარტივ ბინარულ არჩევნამდე, ამ ხარს უჭერ დაბომბვას ან ხარს უჭერ თეოკრატიას, არ ეხებიან ირანის რეალობას. ისინი იყენებენ ირანელების სიცოცხლეებს როგორც პაიკებს საჭადრაკო დაფაზე. ირანელებს, რომლებიც უყურებენ თავიანთ ქალაქებში აფეთქებულ ბომბებს და ამავდროულად ატარებენ ათწლეულების ბრალს იმ სისტემის მიმართ, რომლისგანაც ეს ბომბები თითქოს მათ ათავისუფლებს, მათ არ აქვთ ამ სიმარტივის ფუფუნება. ისინი ამ რეალობაში ცხოვრობენ, ორმაგ რეალობაში, ერთდროულად და ყოველდღე. ჩდება კითხვა, მაშინ როგორ გათავისუფლდეს ირანი ამ ფაშისტური რეჟიმისგან. ეს უმძიმესი კითხვაა და მასზე პასუხი დღეს არ აუსაქვს. მაგრამ ერთი რამ ნათელია, თავისუფლება ვერ მოვა იმ ძალისგან, რომელმაც რეგიონი ბოლო 60 წელი მხოლოდ კატასტროფებში ამყოფა. გარედან თავსმოხვეული დემოკრატია ირანული გამოცდილებით ყოველთვის დასმულ დიქტატორებსა და დანგრეულ სუვერენიტეტს ნიშნავს. ადამიანები, რომლებიც ამას შავთეთრად უყურებენ, ამ ბომბები ან თეოკრატია ირანელებს არჩევანის გარეშე ტოვებენ. მათთვის რეჟიმი საშინელებაა, მაგრამ ომი ეგზისტენციალური განადგურებაა. ამიტომ დაბომბვის დროს ბრაზი რეჟიმის მიმართ დროებით ადგილს უთმობს ბრას თავდამსხმელის მიმართ. ეს არ არის რეჟიმის სიყვარული, ეს არის გადარჩენის ინსტინქტი. ომები, რომლებსაც ფაშისტი ლიდერები იწყებენ, არ შემოიფარგლება მხოლოდ დაგეგმილი სამიზნეებით. ადამიანები, რომლებიც მათ იწყებენ, თითქმის არასდროს იხდიან მათ ფასს. ჩვენ კი დანარჩენები დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრებთ იმ სამყაროში, რომელიც მათმა არჩევანმა განაპირობა.